გამარჯობა მეგობრებო, აი ეს ნანატრი ახალი გადაცემა, რომელსაც ასე მოუთმენლად ელოდებოდა ჩვენი ერთგული მაყურებელი. გამოიწერეთ არხი, დამიჯერეთ ამაზე ადვილს ვერაფერს იზამთ ახლა. მე ლაშა ვარ და თქვენთვის არაჩვეულებრივი ქართული ამბები მაქვს მოსაყოლი. ილიას სიმღერა. ილია ჭავჭავაძეზე როცა ვსაუბრობთ, პირველ რიგში მისი მოღვაწეობა გვახსენდება. შემოქმედება და ის განსაკუთრებული ამაგი, რაც ერის მამას ჰქონდა საქართველოზე. თუმცა საბოლოო ჯამში მაინც ცოტა რამ ვიცით მის სხვა უნარ-ჩვევებზე. მოდი დღეს მე მოგიყვებით ილია ჭავჭავაძის სიმღერის ნიჭზე. ყველაფერში გენიოსი ხო ვერ იქნება ადამიანი. დიდი ამბავი თუ ეხლა ილია ჭავჭავაძეს სიმღერა არ ეწოდინებოდა. დიახ, ასეც იყო. მიუხედავად იმისა, რომ ერის მამას სიმღერის მოსმენა ძალიან უყვარდა, თვითონ არც ხმა ჰქონდა და არც მენა. ჩვენ საამაყო ქართველს რამდენიმე სიმღერა განსაკუთრებით უყვარდა. მაგალითად, ბერი კაცი ვარ ნუ მომკლავ და მუმლი მუხასაო. მიხეილ ჯავახიშვილი იხსენებდა. ერთხელ ილიაობაზე გლეხებმა სწორედ ეს სიმღერა დაიწყეს. ბერი კაცი ვარ ნუ მომკლავ. ილია რა თქმა უნდა მაშინვე იქ გაჩნდა. ორ გლეხს მხრებზე ხელები მოხვია და ბანი მისცა. უпростоრად როგორც შეეძლო ისე მისცა ბანი. გლეხებს მელოდია აერიათ და რითმიდანაც ამოვარდნენ. ამიტომ ერთმა გლეხმა გარისკა და უთხრა: ილიაო, გაჩუმდი. ვერ გავჩუმდები, უკან არ დაიხია ილია. ეს სიმღერა ძლიერ მიყვარს და მეც უნდა ვიმღერო. ილიაო, გაჩუმდი, თორე ჩვენ გავჩუმდები, თუ თქვამს გლეხს. კარგი, ისევ მე გავჩუმდები. ოღონ ერთი პირობით. ეს სიმღერა კიდევ რამდენჯერმე იმღერეთო, უთქვამს მწერალს. რა იყო იმღეროს შეკაცო? ბოლო ილიაობაა და თავად ილია ჭავჭავაძე მღერის. დააცადე გაუხარე გული. იმას ხომ გონია რომ კარგად მღერის და რიტმულად. ამღერე რა. ამ სიმღერის შემდეგ ილიამ სიმღერის უცნაურ ხერხს მიაგნო. სიმღერას დაიწყებდა და სხვები რომ აყვებოდნენ ჩუმდებოდა. შენიშვნასაც ვერავინ ასწრებდა. ბოლოსკენ კი როცა რამდენიმე სიტყვა იყო სამღერი, ისევ ჩაერთვებოდა, ბოლოს სიტყვებს ამბობდა და სიმღერაც მთავრდებოდა. შენიშვნასაც არანაირი აზრი არ ჰქონდა. მუმლი მუხასა დაუწყია ილიას და ხალხიც აყვა. იმღერეს მთელი სიმღერა და ბოლოს სიტყვებზე რომ მივიდნენ, ილია მუშტი დასხო მაგიდას და სიმღერა დაასრულა. მუმლი დაიხრჩო, მუხა გადარჩა. თურმე ისეთი ახტაცებით ამბობდა ამ სიტყვებს, რომ თითქოს თვალწინ ედგა სურათი, როგორ იხრჩობოდა საქართველოს მტერი მუმლი და როგორ გადარჩა მუხა. ანუ საქართველო. სამარცხვინო კაცი. ძალიან კარგი ამბები წავიკითხე 14 აპრილის მოვლენებზე და მინდა რომ დღეს ერთ-ერთი მათგანი მოგიყვეთ. შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილზეა საუბარი, როცა დიდი ერთიანი პროტესტით შეიძლება ითქვას, რომ ქართული ენა დავიბრუნეთ. წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარული იყო ხალხში და როგორ ზეიმობდა მთელი ერი გამარჯვებას. იმ დღის აქციის შემდეგ სიხარულს იხსენებს ფილოლოგი ნოდარ გრიგალაშვილი. თანდათანობით რუსთაველის გამზირი ხალხისგან დაიცალა. აივსო და გადაიჭედა თბილისის რესტორნები. რამდენიმე მეგობარი იპოდრომისკენ წავედით ერთ-ერთ რესტორანში. რესტორნის ცოტა მოშორებით თეთრი ვოლგა იდგა. გადმოყო თავი ერთმა ჭროღათვალებიანმა კაცმა და მომიხმო. ჩვენ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა. ბიჭო, რა მოხდა? ამდენი ხალხი რამ წამოგიყვანათ რესტორნისკენ? ქორწილია? ბატონო, არ იცით რა ხდება? ვეკითხები გაოცებული. კაცო, ქალაქგარეთ ვიყავი ეს ოხერი. რაღა მაინც და მაინც დღეს მომიწია ქალაქიდან გასვლა. ეს წუთია დაუბრუნდი. თუ ძმა ხარ, მითხარი, რა იყო, რა მოხდა? მე გულწრფელად შემეცოდა ეს კაცი, რომ ბედნიერმა წუთებმა უმისოდ ჩაიარა და სულ ბაქი-ბუქით უამბე, რაც მოხდა. დროდადრო ეს კაცი საუბარს მაწყვეტინებდა მოკლე ფრაზებით. ყოჩაღ ბიჭებო, ყოჩაღ სტუდენტებო. ის იყო შექებით ნასიამოვნები დამშვიდობებას ვაპირებდი, რომ ღიმილიანის სახით შეპარვით მკითხა. აქ სულ ახალგაზრდები ჩანხართ და ხელმძღვანელობას რაო? ერთი პურმარილი არ ეკუთვნოდათ? წესით იმათ უნდა დაეპატიჟნეთ. ვინ ხელმძღვანელებს, ბატონო? გავიოცე მე. რა, ხელმძღვანელები არ ყავდათ? არა, არ ყავდა. კარგი ერთი ქართველი კაცი ვარ მე, მერას მიმალავ, მეც მინდა იმ ხალხის სადგერძელო დავლიო. ხოლო ახლა დავაკვირდი იმ გაწკიპინებულ ვოლგის პატრონს და მივხვდი, რომ წმინდა სულის არ უნდა ყოფილიყო. გაბრაზებულმა ვუთხარი, მე გახარებული ვარ, სულელი კი არა. აქ დაკითხვა მომიწვე. იმ კაცმა მანქანა დაქოქა და გაბოროტებული სახით გამომძახა. კეტირებათ მალე დედა, მას შემდეგ ხშირად მიფიქრია, რაც ჩვენ იმ შვენიერ დღეს ბედნიერება განვიცადეთ. იმის საფასური რა იყო იმ კაცმა, რომელმაც საკუთარ თავს, საკუთარ ერთან ერთად ამ დიდი სიხარულის უფლება მოუსპო. გურულების ოინი. ეს ამბავი გურულებზეა.
ენაკვიმატობით და მოხერხებულობით ცნობილმა გურულებმა სასწაული ამბავი დამართეს მეგრელებს. საქმე ის იყო, რომ ხმა დაირხა ფოთში იმპერატორი ალექსანდრე მესამე უნდა ჩამოსულიყო. შესაბამისად შეიკრიბნენ ფოთელები მონარქის დასახვედრად, დიდი ან პატარიანად. საქმე ის იყო, რომ მეგრელები უფრო მეტნი იყვნენ ფოთში, ვიდრე გურულები. მათ კი შიდა ქიშპობა ჰქონდათ, ვინ უფრო უკეთესად დახვდებოდა ალექსანდრე მესამეს. იქ ყოფილა ლანჩხუთელი კაცი, ვინმე ყარამან თავდგირიძე, სოფელი აკეთიდან. ეს ყარამანიც მისულა მეგრელ თავად აზნაურთან, მარშალთან და უთქვამს, შენ უკეთესი ბიჭები ყავს ვიდრე გურულებს, ამიტომ მეგრელები წინ დადექით და გურულები უკან დავდგებითო. მეგრელებმა იფიქრეს, რამეს ხო არ გვატყუებსო. მაგრამ თავდგირიძის იდეას წუნი ვერაფერი მოუფიქრეს და დათანხმდნენ. რომ დამწყრივდნენ, ყარამანმა ითხოვა, გურულები დაბლები ვართ, თქვენ მეგრელები მაღლები და წარმოსადეგები. ამიტომ გთხოვთ, თქვენ დასხედით, რომ უკანა მხარეს მდგომი გურულები როგორმე გამოჩნდეთო. მეგრელები სიცილხარხარით დამსხდარან, ჩამოვიდა ალექსანდრე მესამეც და ასეთი სურათი დახვდა. ერთ დიდ ფერდობზე ხალხი ფეხმორთმული ზის და უკან რა ხდება, გურულებს უცებ წრე შეუკრავთ და სამსართულიანი ფერხული გაუმართავთ. სიმღერაც შემოსძახეს და ერთ ამბავში არიან. მეგრელების ასეთი დახვედრა არ მოეწონა მონარქს. ისხდნენ წინა რიგებში, ფეხზეც არ წამომდგარან, აი გურულების დახვედრაზე კი აღფრთოვან და მათკენ გაეშურა და შეაქო კიდეც. ეს ამბავი რომ შეიტყვეს, მეგრელები მოსაკლავად დაედევნენ თავდგირიძეს. მაგრამ ის ადრევე გაეცალა იქაურობას. ამის მერე ყარამან თავდგირიძე ერიდებოდა ფოთში ჩასვლას. მეგრელებმა არ მიცნონ და არ მომკლანო. ისე დღეს შეგვიძლია სხვანაირადაც შევხედოთ ამ ამბავს. მართალია ეს ყველაფერი თავდგირიძის ოინი იყო, მაგრამ რა იცი, იქნებ მეგრელების ასეთი მჯდომარე დახვედრა ჯობდა ვიღაცა რუსი იმპერატორის დასახვედრად. არა? კონიაკი თუ ქალი? რადგან დღევანდელ გადაცემაში მაინც და მაინც მძიმე ამბები არ გვაქვს, მოდი გადაცემის ბოლოსკენ კიდევ ერთ სახალისო ამბავს მოგიყვებით. ეს რეჟისორ გიორგი დანელიას გადახდა. თურმე გიორგი დანელიას ერთი ქალბატონი შეყვარებია. ეს ქალი ყოფილა უკარება მტრისას. ხან აქედან მიუდგა დანელია, ხან იქიდან მიუდგა. მოკლედ, არც მისმა რეჟისორობამ გაჭრა და არც სხვადასხვა საჩუქრებმა. ბოლოს მრავალხნიანმა დევნამ შედეგი გამოიღო. რომ არა და არ მოეშვა, ქალბატონმაც ხელი ჩაიქნია და კინორეჟისორი თავისთან დაპატიჟა სახლში. აღელვებულმა და მოსალოდნელი აღფრთოვანებით შეპყრობილმა დანელიამ ყვავილები იყიდა და სატრფოსკენ გაეშურა. იმ ქალის სახლი მაღაზია გრუზიას თავზე ყოფილა. დანელია კი პირდაპირ სახლში ასვლის ნაცვლად მაღაზიაში შევიდა და ყოველი შემთხვევისთვის კონიაკი ენისელი იყიდა. საქმე ის იყო, რომ დანელია ძალიან ნერვიულობდა და ფიქრობდა გასამხნევებლად გამომადგებაო. ავიდა თუ არა თავის ოცნების ქალთან სახლში, მაშინვე გახსნა კონიაკი და ერთი ჭიქა გადაკრა. მერე მეორე, მესამე და ცოტა გამხნევდა. მე ვიცი, ეხლა თქვენ როგორი დასასრულიც გაგიხარდებოდათ, მაგრამ ეგ ამბავი არ გამოვიდა. კონიაკი სულ რო გამოცალა, გიორგი დანელიას აეშალა საღერღელი და ქალს უთხრა, წამო! ვნუკოვოს აეროპორტში წავიდეთ, იქ 24 საათიანი ბუფეტია და დალევა გავაგზელოთო. ქალმა გაოგნებულმა უთხრა, მოდი, არსად არ წავიდეთ, ხა აქ სახლში დავრჩეთ. დანელიამ კი ქალს, რომელზეც ძალიან დიდი ხანი ოცნებობდა და ძლივს დაიყოლია, ასეთი რამე უთხრა. კარგი, შენი ნება, მაშინ მე მარტო წავალ. გამოიხურა კარი და აეროპორტში წავიდა, სადაც 24 საათიანი დალევის პონტი ეგულებოდა. მოკლედ, დღეისთვის სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ დღევანდელი გადაცემა და ეს ლაიქების რაოდენობაზეც აისახება. გამოიწერეთ არხი და პირობას გაძლევთ, რომ შემდეგ გადაცემებში არანაკლებ საინტერესო ამბებს შემოგთავაზებთ. გმადლობთ დროებით.